მორჩა, ეს ბოლო იყო. სანდრო, გამანაწილებელი უკვე გადაივსო. წამოცოტა ხნით გარეთ გავიდეთ. თორე მამსუნით ფილტვები დამეწვა. სუფთა აერი გვჭირდება. შენ გადი ნიკა. პარემა მერცაც. ავოსებ, დავცლი და შემოგიერთები. არ მინდა საქმე შუა გზაზე დავტოვო. გადი დამელოდე. ამას ვის ვხედავ? ჩვენი ქათამი თურმე ძღნერის მწმენდავად გადაუყვანიათ. როგორც იქნა იპოვე შენი ადგილი არა? გაგიჯდა კანში კურკლის სუნი? მალე ალბათ შენც კურკლად გადაიქცევი და მაგ ფეკალიებს შეერევი საბოლოოდ. დედა შენი რატომღაც ჩემი სუნით არ წუხდება და შენამ შეგაწუხა? რა იყო ჩემზე ნერვიულობ? მოდი აქ შეჩმორო. გაჯვი. რა თქვი დედა ჩემზე ბიჭო? მიდი ამოიღეხმა, რატო აღარ ლაპარაკობ? დედა შენი ხო არ გავაშველო უფროსო. მოკლავს მაგ საცოდავს. მერე რა მოკლავს. მის ადგილს სხვა დაიკავებს. მონის მეტი რა არის? შენ მარტო ისგეხება რომ აქიდან არავინ გაიქცეს. დანარჩენი თავში ქვა უხლიათ, ერთმანეთი თუ დაუხოციათ. ხელი გაუშვი ბიჭო! ნიკა, გაიღვიძე. დამოდიქით ახლა. კაკადარ. კინაღამ თამახჯო. ცოტაც და გული მიმდიოდა. ეს თუ მოკვდა, რეზერვუარში ჩააგდებინე და დღეს საჭმელი არ აჭამო ამათ. დასჯილები არიან. აი თურმე ეს ყოფილა შენი საოცნებო სამუშაო. მთელი დღე ხვის განავალს ვწმენდით და ახლა მშივრები ვიცინებთ. სანდრო, შენ არიცი ნანგრევების გაწმენდაზე ყოფნისას რამდენჯერ დამიძინია მშიერს. ასეთი შემთხვევა აქ 1000-ში ერთხელ თუ მოხდება. აი, სადაც მე აქამდე ვიყავი, იქ ცხოვრების წესი იყო. იცი რა არის ყველაზე ცუდი? იმის მაგივრად რომ ერთმანეთს გვერდში დავდგომოდით და გაჭირვებას ერთად შევბრძოლებოდით. ადამიანობა დაკარგა ბევრმა. ცხოველები ვით იქცევიან. თითქოს ნელ-ნელა ყველა კარგავს ადამიანის სახეს. მაგრად მშია. რამდენი ხანი დაგტოვებენ საჭმლის გარეშე? ხვალდილით მოგვიტანენ საჭმელს. საფიქრალი ახლა ის უფრო გვაქვს იმ ნაძირალას თავში რო აგური ჩაარტყი აქ არ გადმოიყვანონ. როგორც თავად თქვი, მცველებს მონები ფეხებზე კიდიათ. ასე რომ ორივეს ერთდროულად ვერ მოგვერევა. და საერთოდაც შენი არ ვიცი ნიკა, მაგრამ მე მაგ მძორს ჩემი დაჩაქრის საშუალებას არ მივცემ. კარგად დაიმახსოვრე. არა რა, მაინც როგორ გაბედი და ჩაარტყი თავში ის აგური? როგორ არ შეგიშინდა? ან ცველებს რო დაესაჯე, ან საერთოდ რო მოგეკლა? მაგ დროს ამდენი საერთოდ არ მიფიქრია. როცა დავინახე როგორ გახჩობდა, თითქოს თვალებში ბინდი გადამეკრა. ამ ბოლო დროს ვინც კი გადამეყარა, ადამიანობა მარტო შენ გამოიჩინე ჩემს მიმართ. თან შენ თვითონ არ თქვი, გასაჭირში ერთად უნდა ვიდგეთო. მე ის გავაკეთე, რაც ყველა ნორმალურმა ადამიანმა უნდა გააკეთოს. მადლობა, სანდრო. რო ვიცოდე შენთან ვალში ვარ. შენ რო არა შეიძლება ახლა ცოცხალიც არ ყოფილიყავი. რას ამბობ? მე მჯერა რომ შენც იგივე სიზამნე ჩემთვის.
წამ, ამ გვირაბში მორჩით და მარცხენა გვირაბის დასაცლელად გადავიდეთ. ხვალ კი პარალელური დავიწყოთ. სანდრო, გესმის ეს ხმა? მოდი დროზე ჩემთან. აქედან მოდის ეს ხმა. დიდი ალბათობით დაცვის ოთახიდან ჩამოდის. მგონი დაცვის მოსასვენებელი ოთახი ზუსტად ქვემოთ ვართ. კაი რა ხალი ვიწუწუნებ ხოლმე. უი, მართლა. გინდა 10 კრიშკაზე დავნიზლავდეთ, რომ ეს 2 მონა კანალიზაციაში რომ მუშაობენ, მაქსიმუმ 6 თვე გაკაჩავენ და მე ინტოქსიკაციით დაიხოცებიან. ვიცი, მგონია რომ 1 წელი მაინც უნდა გაკაჩონ. ყოველ შემთხვევაში ის ახალი მგონია რომ გაძლებს. კაი შეჩემა. 3 წელზე მეტი აქ საერთოდ არავის უცოცხლია. ბოლოს მაინც ფილტვები ეშლებათ მაქსიმუმში. ისინი კიდევ რას გვანან შეხედე. თუ 6 თვეზე მეც გაძლებენ, ჩემი ხელით ჩაგახუტებ 20 კრიშკას. ბაზარი არა მოსულა. რა სიტყვე ნიკოლოს? პროდის უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რაც კანალიზაციაში მოვისმინეთ. თუ შენი ილუზია, რომ უკეთეს პირობებში გადმოგიყვანეს, ვიდრე აქამდე იყავი, თავზე ჩამოგენგრა და მოგიყოლა. საერთოდ არაფრის თქმა არ გსურს. იცი რას გეტყვი, სანდრო? მაგრადა მომივიდა ყელში ყოველდღიამ გაურკვეველი წარმოშობის ფაფის ჭამა და სიკვდილის ლოდინი.